მოგესალმებით მეგობრებო. დღეს როგორც ხედავთ, თუ არ მარტო რაღაც მიზეზების გამო ცოტნეს აქვს დაკავშირებული პრობლემა ფეხთან. ამიტომაც დღეს გადავიღებ სოლო ვიდეოს, ეს იქნება ფინტების განხილვა. როგორც ყოველთვის, დღეს გვექნება განსაკუთრებულად კარგი ფინტების განხილვა. მოკლედ დავიწყოთ და ყველაფერს იხილავთ ვიდეოში. პირველი ფინტი იქნება რაბონა. მოგეხსენებათ, ას თუ ისე ნორმალურად ვასრულებ ამ რაბონას. ამიტომაც იყო მოთხოვნები და მე ამ მოთხოვნებს ვეცდები, რომ შეგისრულოთ, თუ როგორ უნდა შევასრულოთ რაბონა ისე, რომ გამოგვივიდეს მაღალი, ძლიერი და ასე შემდეგ. პირველი, რაც ყველაზე მთავარია, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რა არის რაბონა. რაბონა არის მსგავსი ტიპის დარტყმა. როდესაც ჩვენ ძლიერ ფეხს, ჩვენი სუსტი ფეხის უკნიდან ვიქნებთ და ვურტყავთ. ეს არის საკმაოდ რთული, კარგად გასაკეთებლად, თორემ ეს შეიძლება გავაკეთოთ. რაც მთავარია, სწორად დარტყმა და პლუს ცოტა ძალა უნდა გქონდეს ფეხში. დაგორებულზე თუ ისწავლით ამ ყველაფერს, უფრო მარტივია. აი თქვათ, ვინმე პარტნიორი ყავთ, მოგცა. ეს უნდა ისწავლოთ დაგორებულ ბურთზე, შემდეგ უკვე გადახვალთ გაჩერებულ ბურთზე და შემდეგ თუ გინდათ ჰაერიდან ისწავლეთ, ჰაერიდან ბევრად რთული. ფინტი შეიძლება გამოვიყენოთ ფლანგზე, მაგალითად მარჯვენა ვართ ფეხით და მიგვაქვს მარცხენა ფლანგზე ბურთი, რომ ჩავაწოდოთ. ჩვენ ამ დროს თუ არ გვაქვს ჩვენი სუსტი ფეხის იმედი, ჩვენ ძლიერი ფეხით შეგვიძლია ამ მოძრაობით ჩავაწოდოთ ეფექტურად, რაც თავარია. შემდეგი ფინტი გახლავთ მსგავს. ალბათ ცოტა რთული მოგეჩვენათ, არ ცდებით, რთულია. ეს არის ელასტიკო, ეს მოძრაობა. ოღონდ ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩვენ ჰაერში. პირველ რიგში რაც თავარია, მაღალი ბურთი უნდა მოგვივიდეს, ჩვენი თაგდება ესე ვერ მოვასწრებთ. მაღალი ბურთი თუ მოგვივა, ველოდებით სისწრაფე ჩადეთ ამ ფინტში. პირველ რიგში, როგორც ქვედა ელასტიკოში, ისე ვიყენებთ აქაც ჩვენ ძლიერ ფეხს. გაგვაქვს მარჯვნი, გაგვაქვს და აქეთ მარჯვნი გატანის შემდეგ შიგნით. ოღონდ ამ ყველაფერს ერთი წამის შუალედში ვაკეთებთ. ძალიან დამაბნეველია და ძალიან მაგარი ფინტია, იმედია გამოგადა. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ფინტზე. ამ ფინტით თქვენ ვერავის ვერ მოატყუებთ, ვერ ჩააწოდებთ, ვერაფერი. შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ დავინჯერეთ არ არის მარტივი. ეს არის ტერფით ძირზე კეწვა, ანუ 1, 2, 3, 4, 5. ალბათ მივხვდით უკვე რაშიც არის საქმე. ეს არის უბრალოდ გახურებისას გასაკეთებელი მოძრაობები. ამ კუნთებს ახურებს საკმაოდ კარგად, ცოტა გეღლება კიდეც. ტერფი, რაც თავარია, ტექნიკა უნდა გქონდეს, ბურთს უნდა მართავთ კარგად, რომ ამის ბევრჯერ გაკეთება შეძლოთ. ვიყენებთ ჩვენს ტერფებს. რაც თავარია, დროს ურჩევთ ბურთს, როდის ახტება, რომ სწრაფადვე დროულად დავაყოლოთ ფეხი, რომ განაგრძოს ხტუნაობა შემდეგშიც. 1, 2, 3, 4, 5. შემდეგი ფინტი არის, მეგობრებო, აგდება. ესეთი აგდება გვაქვს. პირველი, რასაც ვაკეთებ, შეგვიძლია ამის ორი ვარიანტი გავაკეთოთ. პირველი, უბრალოდ დაჭერა, მეორედ ესე დაჭერა. მე პირადად გირჩევდით მეორენაირ დაჭერას, მსგავს დაჭერას, რადგან უფრო მარტივია და ამ ყველაფერს უფრო მოძრაობაში აკეთებთ. 1, 2, 3. პირველ რიგში კოჭებს შორის მყარად უნდა მოიქციოთ ბურთი. შემდეგ უკვე ჩვენი ძლიერი ფეხით ბურთს ვანაცვლებთ ჩვენ სუსტი ფეხის გარე კოჭის მხარეს. შემდეგ ვიდეთ წინა ნაწილს ტერფს ჩვენი ძლიერი ფეხით და ძლიერად ვაგდებთ. მედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ. არ დაგავიწყდეთ, დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ დროებით მომავალ შეხვედრამდე.